ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ წამს ღმერთი, ნიშნავს, რომ ჩვენ ღმერთი არ გვინახავს, თუ არ გვინახავს, შესაბამისად არც ვიცნობთ მას და თუ არ გვინახავს და წამს, რომ ის ნამდვილად არსებობს. რაც სახარებაში წერია, რომ ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა, ჩვენს გადასარჩენად მოკლა და აღდგა, აი ამის თვითცხადობის თუ გჯერა, აი ამას ქვია რწმენა. ესე იგი, როდესაც ქრისტე არ გვინახავს, მაგრამ წამს, რომ ის არსებობს, ნამდვილად არსებობს. ეჭვი არ გვეპარება და რაც წერია წმინდა წერილში, იმისაც წამს, რომ ის ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად მოხდა. იქ იცით, რომ ისიც წერია, რაც უნდა მოხდეს. ეს არის წმენა. მაგრამ გაცნობა კიდე სულ სხვა რამოა. აი ახლა იმისთვის, რომ გავიცნოთ, ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, ხო, დავესაუბროთ. აბა, ესე უთხრა ილია ბიწაძეს, თქვენ სადაური ხართ ილია? ილია მეტყვის, მე ჭიათურიდან ვარ. მე შევეკითხები კიდევ, აბა, ჭიათურაში რომელ სკოლაში დადიხარ და გავისაუბრეთ. მე ილია შემეკითხება რაღაცას და რომ ვისაუბრეთ, მე ვიტყვი, რომ მე ილია გავიცანი. მიხვდით? აი ახლა როგორ ხდება ღმერთთან საუბარი. ღმერთთან საუბარს ლოცვა ჰქვიაო. ესე იგი, ახლა მე გეტყვით, თუ ლოცვა ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან, აი, იფიქრე, რაღაც მინდა ლოცვა, ღმერთი ხო ისედაც მიყვარს, ღმერთი ხო ყველგან არის, ჩემს გულშიც არის, ჩემს სახლშიც არის, ტაძარშიც ხო დავდივარ, იქაც არის. რაღა საჭიროა ეს ლოცვა. აი თუ ესე მიუდგები, ნახეთ რა გამოდის, ვინც არ ლოცულობს, ის არ ითვლება ქრისტიანად, თუ ასეთი სწავლება. ესე იგი, თუ არ საუბრობ ღმერთთან, ესე იგი არც იცნობ მას. ეგრე რომ გამოდის, რომ სიტყვით კი ამბობ, რომ წამს ღმერთიო, მაგრამ საქმით არ ამტკიცებ. იმიტომ რომ ქრისტიანობა გვასწავლის. უნდა რასაც ამბობ, ის საქმითაც შეასრულო. მხოლოდ მაშინ დაგიჯერებ, რომ პატიოსანი კაცი ხარ. კიდევ მეორე, ჩვენ ამ თემას და ზოგადად ამ წიგნს, ეთიკის წიგნს, ძირითადად ყველა საკითხებს დიდი მღვდელმთავრის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქიქოძის, ესე იგი, ქადაგებების მიხედვით შედგენილი მასალებით გაწვდით ჩემო ძვირფასები. ხო და ეხლა უყურეთ, რა საინტერესო დგება საქმე. რა უფრო მაღლა დგასო, ეკლესია ასე აყენებს. ჩვენი სიცოცხლე, რომელიც მოიცავს, რაც ჩამოთვალეთ, რამდენ რამეს, ჩვენს სიტყვაზე სკოლაში სიარულს, ჩვენს ოჯახში ყოფნას, ჩვენს სპორტზე რო დავდივართ, ჩვენს ფიქრს, ჩვენს გაკვეთილების შესრულებას, თქვა წერილებს წერთ, ლექსებს წერთ, თუნდაც გაკვეთილებზე ვერთობით აქ ხო ჩვენ. აი ამ ყველაფერს უფრო დიდი ძალა აქვს და უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მთლიანი სიცოცხლე, თუ ლოცვა. ერთი პატარა სიტყვა ლოცვა. ნახეთ როგორ დგება საქმე. ლოცვა აღემატება მთელ ჩემ დარჩენილ სიცოცხლეს და რას ნიშნავს ეს? მე თუ არ ვლოცულობ, ესე იგი ღმერთთან არ ვსაუბრობ, ესე იგი გამოდის, რომ ღმერთთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია. და თუ მე გაწყვეტილი მაქვს ღმერთთან კავშირი, რას ნიშნავს? ცხოვრობ უღმერთოდ. ესე იგი, ჩემ ცხოვრებაში ღმერთს არანაირი ადგილი არ უჭირავს და ზოგი ეჩვეო ასე ღმერთის გარეშე ცხოვრებას. ეხლა სახარება როგორ ხსნის, რას ნიშნავს ეს? ერთ-ერთ მოციქულს იესო ქრისტე ეუბნება. ესე იგი, მოციქულმა უთხრა, რომ მეო დღეს ვერ წამოვალ თქვენთანო, თქვენს მოსასმენად. რატო? ქრისტე ეკითხება. იმიტომ რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალაო და დაკრძალვაში, დამარხვაში უნდა მივიღო მონაწილეობა. ხო და ასეთ პასუხს აძლევს იესო ქრისტე. დაანებე მკვდრებს, დამარხონ თავიანთი მკვდარი. შენ მე გამომყვები. გაუკვირდით რა მაგარი სიტყვებია, რა ღრმა სიტყვებია. იესო ქრისტემ ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა, ბრძენმა ღმერთმა ცოცხლებსაც მკვდრები უწოდა და გარდაცვლილსაც მკვდარი უწოდა. დაანებე მკვდრებსო,
შენი გარდაცვლი, ანუ იგივე მკვდარი თვითონ დამარხონ. აბა შენ მე გამომყევიო, შენ ვინ ხარ რომ მე კითხა მოციქულმა? მე ვარ აღდგომა და სიცოცხლეო. და რას ნიშნავს? ქრისტე არის სიცოცხლე და ვინც ქრისტეს არ მიყვება, ვინც მას არ ელაპარაკება, ვინც არ ლოცულობს, ის მკვდარია. მიხვდით? ამიტომ ჩემი ლოცვა ჩემს სიცოცხლეს აღემატება. ჩემი ლოცვა მაშინ არის მნიშვნელოვანი და მაშინ არის სიცოცხლით სავსე, როცა მე ვლოცულობ. თუ ეს ლოცვა ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან, მე მკვდარი გავხდი. კი დავდივარ მიწაზე ცოცხლობ, მაგრამ ქრისტე მე მკვდარს მეძახის. აი, მიხვდით რაოდენიმე სიცოცხლის ელექსირი ყოფილა, სიცოცხლის წარმართველი, გულის თეთქვა, გულის ცენტრალური ნაწილი. აი, გულის სიცოცხლე ყოფილა ლოცვა, იმიტომ რომ პირდაპირ ღმერთს ეძღვნება ეს ლოცვა. და ის რომ თამუნამასწავლებელმა რაც გითხრათ, რომ შენ სხვისთვის ლოცულობ, აიღე წიგნი იმისთვის, რომ დაიგე, რომ ვიღაცას უჭირს და შენ ეს უკვე აღმატებული დამოკიდებულება. ეს არის უკვე თავგანწირვა, ისეთივე თავგანწირვა, როგორი მაგალითიც იესო ქრისტემ მოგვცა. წარმოიდგინეთ, იმიტომ ამბობს ხოლმე პატრიარქი, რომ ზოგჯერ შეიძლება არა გაქვს საშუალება, რომ გაჭირვებულს დაეხმარო, მაგრამ ლოცვის წაკითხა ხო შეგიძლია. ხო შეგიძლია სიტყვა უთხრა, მიხვიდე და უთხრა, ნუ გეშინია მეგობარო, ყველაფერი კარგად იქნება. მე შენს გვერდით ვარ. არაფერი არ მოგივა, ღმერთი მოწყალეა. მოდი ჩვენ ერთად ვილოცოთ და ყველაზე დიდი კიდე ლოცვათა შორის ის არის, როცა შენ ადამიანზე ლოცულობ და იმან არის ეს. ანუ შენთვის ჩუმად გადაშალე წიგნი და დაიწყე მისთვის ლოცვა. ეს კიდევ უფრო აღმატებული მდგომარეობაა. იმიტომ რომ შენ როცა ეუნები, აი მე შენთვის ვილოცე, ნახე რას ნიშნავს? თითქოს თავს აწონება, აი მე რა კარგი მეგობარი ვარ, შენი. შენც ხო ილოცებ ჩემთვის ეუნები, ხო? თუ ეს კარგია რომ ეუნები, ჩვენ უნდა უთხრათ, ეს თამდაბლობის ნიშანია, აი ასე რომ ვეტყვით. ეს თამდაბლობის ნიშანია, როცა ერთმანეთს ვთხოვთ, რომ მე ცოდვილი ვარ, სუსტი ვარ და თუ შეიძლება ილოცეთ ჩემთვის. ეს არის ქრისტიანის ყველაზე, ასე თქვათ, ასე კარგად წარმოჩენილი სახე, რომ მე ესე იგი ჩემ ლოცვას არ აქვს დიდი ძალა. აი ჩემო მარიამ და ბარბარეს კანთელაშვილებს რო უთხრა, ეს გოგოებს ისეთი სუფთა გული აქვთ, რომ ამათი ლოცვა ვიცი, რომ ცას მისწოდება, ისეთი გოგოები არიან, იმიტომ რომ გულიანი გოგოები და ღმერთს ჩვენი გული სჭირდება. ხმამაღალი სიტყვები კი არ ჭირდება, რაც იქ ლოცვებშია. ღმერთს სჭირდება იმ სიტყვების გულში გააზრება. და აი გული და რო სიტყვა წამოვა, აი ეს არის მაგარი ლოცვა უკვე. ხო და ამიტომ მე რო ეტყვი, მე აბა ცოდვილი ვარ, ჩემ ლოცვას რა ძალა აქვს და მარიამ ჩემო ძვირფასო, ბარბარე ჩემო ძვირფასო, რო ეტყვი გიორგი ჩემო საყვარელო, ილია ჩემო საყვარელო, ელენე, ილოცეთ რა ჩემთვის განსასწრებელი მაქვს, ასე რო ვეტყვი. ნახე, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი მე როგორც ქრისტიანი ვაღიარებ, რომ სუსტი ვარ, ცოდვილი ვარ, ჩემ ლოცვას ძალა არ აქვს და თქვენ კიდე რო გეუნებით და გთხოვთ, რომ ჩემთვის ილოცეთ, ესე იგი მე ამით ვჩნდები როგორც, ესე იგი, სწორ გზაზე მდგარი ქრისტიანი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამას ძალიან დიდი ძალა აქვს, როცა ჩვენ ერთმანეთს ვთხოვთ, რომ ლოცვებში მომიხსენოთ. მე აი მაგალითად ერთ რამეს გეტყვით. ერთი ჩვენი ეკლესიის მრევლი იყო ეთომასწავლებელო, ქალბატონი ცისანა. ხო და თავისი შვილი არ ყავდა. ხო და ყველა მამიდა დამიძახეთო და ყველა მამიდა და სახელი მე გავიგე რო გარდაიცვალა ქალი და არასდროს წილვა არ გაუცდენი. ეს იყო ქალი, რომელიც აი თუ ვინმეს ქალაქში უჭირდა, ყველას უვლიდა და ყველას მამიდა ერქვა, ყველას მამიდა არის. ხო და ყველა ვიცოდით მამიდა და სახელი არავინ არ ვიცოდით და წირვა არასდროს არაა გაცდენილი და მე რომ მეუღლე გარდამეცვალა და ხათუნაზე შეკვეთილებს ვატარებდი, ის ხო წირვას არ აცდენდა და სულ იქ იდგა ხოლმე. ხო და ერთხელაც წირვის მერე გამოვიდა და მითხრა, რომ აიო, შენო რამდენს ლოცულობო, შენი მეუღლისთვისო და მე რო გარდავიცვლებიო, ჩემზე ვინ ილოცებსო.
მე არც ქმარი მყავსო, არც შვილი მყავსო, არავინ. ხო და მე ვილოცებ მეთქი უთხარი. იმდენად გულზე მომხდა ეს ამბავი და მე რამდენი მე წირვაზე ვდგავარ, შეიძლება სხვა დამავიწყდეს, ვინმე ძალიან ახლობელი, მაგრამ მამიდას რა დამავიწყებს, ეს ხო შევპირდი, რომ იმან ხო ითხოვა, რომ ლოცვა მინდაო. ხო და მამიდა არასდროს არ მავიწყდება. აი თქვენ შეეცადეთ, რომ ეგუთხრათ ხოლმე, რომ თუ შეიძლება ლოცვაში მომიხსენი, ჩემო მეგობარო თქო. ეს არის ყველაზე მაგარი განცდა. ეხლა ამაზე კიდე აღმატებული რა არის ლოცვაში? როცა შენი მტრისთვის ლოცულობ. წარმოიდგინეთ, ის ცუდ რაღაცას გიკეთებს, შენზე ცუდი ხმები გაავრცელა, რომ თითქოს შენ არ ახარ წრფელი ადამიანი, თითქოს შენ მატყუ არ ახარ, რაღაცა მოგიგონა, რაღაცა დაგშხამა, მოგწამლა, რაღაცა ისეთი სიტყვა თქვა, რომ ხალხში ცუდად გამოგიყვანა. ამ დროს არ არის მასე, მაგრამ ახლა ქრისტე გვეუბნება, შენ თუ ქრისტე გიყვარს, ქრისტეს გამო შენ უნდა მოყვარეც გიყვარდეს და მტერიც გიყვარდეს. და ეს სიყვარული უნდა დაიწყო ამით. ჯერ პირველი ნაბიჯი გადადგირო, ის ცუდს გიკეთებდეს და შენ ლოცვებში მოიხსენე. და აი ეს ლოცვა აღემატება ყველას და ყველაფერს. მიხვდით? ასევე ძალიან მაღალი რანგის ლოცვა, როცა ადამიანი გარდაიცვლება, ესე იგი ის აქ ვეღარ გადაგიხდის სამაგიეროდ. ის იკიგებულობს შენ რო ლოცულობ, მაგრამ ის ხო ვეღარ დაბრუნდება წუთის სოფელში და როგორღა გადაგიხდის აბა მადლობას. და ეს არის ძალიან უანგარო ლოცვა, როცა ადამიანი ლოცულობს, ესე იგი გარდაცვლილის. კიდევ ერთი უფრო მაღალი რანგის ლოცვაც არსებობს. აი როცა მე ელენე ძაძამიძე მეტყვის, რომ აი ჩემი ვიღაც ახლობელს ტკივა რაღაცა და რომ მეტყვის, რომ იმას ტკივა და მე რომ ვეტყვი, ელენე, მეც მოგეხმარები ლოცვაში და მე ვლოცულობ ადამიანისთვის, ვისაც არც კი ვიცნობ ვინ არის. წარმოიდგინეთ რა მაგარი განცდა. აი თუ გახსოვთ, ნანა მასწავლებელს ერთხელ დიდი ტკივილი ჰქონდა, თავისი მოსწავლე შვილობილი გარდაეცვალა. გახსოვთ, ჩვენ მაშინ შევკრიფეთ მლოცველთა ჯგუფი და ვილოცეთ იმ ადამიანისთვის და აი მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოწვევა სამშობლოს წოდეობის ის იყო, რომ ჩვენ ასეთი ჯგუფები ძალიან მალე გვევსება ხოლმე. ესე იგი ლოცვის მსურველები ჩნდებიან ჩვენთან და ეს არის ძალიან კარგი რამ. აი უკეთესი რო არ შეიძლება ის ლოცვა არ იკარგება, ჩემო ძვირფასებო, აი როგორ არის იცი ნათქვამი. თუ იმ ადამიანს, ვისთვისაც ვლოცულობთ, უჭირს, ანუ სჭირდება ჩემი ლოცვა, მას მისდის პირდაპირ ზეცაში. მაგრამ მას თუ აღარ ჭირდება, ლოცვა კი არ იკარგება. მისდის მას, ის გებულობს ვინ ილოცა ჩემზე და ვინაიდან აღარ ჭირდება, მისი გულიდან ეს სიკეთე ჩემსკენ ბრუნდება, ანუ არ იკარგება. მე მიბრუნდება ჩემი მადლი, რასაც ქვია სხვისთვის ლოცვა. აი ასეთი დიდი დატვირთვა აქვს ლოცვას და ჩემო ძვირფასებო, მეც მოგიწოდებ, ესე იგი, კახეთში რო ჩატარდა სამშობლოს ცოდნეობის ეს პირველი, ესე იგი, რა დავარქვით, ლიტერატურული სალონი ლექსოვოსტონის საბუდარი. სალონები რომ შევქმენით, დავიწყეთ, პირველი ხო კახეთში ჩატარდა და ეხლა გოგოები ამონტაჟებენ და მე ნახავთ და იქ ნახეთ ესეთი ფილმი უძინართა მზე. მამაშვილობაზე იყო თემა და უძინართა მზე ნახეთ და მომაკვდავმა მამამ შვილს დაუბარა ანდერძი. ანდერძში წერია, რომ სამი რამე შემისულეო. ანდერძი სიკვდილის წინა ტოვებს ადამიანი და ანდერძი ისეთი რამეა, რომ რა ვიცი, აი როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ ანდერძი არ შეუსულოს. და მამამ შვილს სამი ანდერძი დაუტოვა. პირველი, ეს ბიჭი იპარავდა ბავშვებო. ყაჩაღი იყო, ციხეშიც მოხვდა რაღაცა და პირველი უთხრა, რომ მამის სიტყვა დაიმახსოვრეო და არასდროს არ მოიპარო, თუ მამა გიყვარს. ეს პირველი უთხრა და მართლაც აღარ მოუპარია. მეორე უთხრა, რომ არ აქ შურდეს სხვისიო ილია.
რაც არ უნდა შენზე წარმატებული იყო, შენზე ძლიერი, მამის სიტყვა დაიმახსოვრე, იმიტომ შურის პოვს გულსო და გული თუ მოგისპო, ბოროტმა, შენ სიყვარულს ვეღარ შესძლებ და უკვე წაგებული ხარ. ამიტომ გიხაროდეს სხვისი წარმატებაო, ამაზე კარგი არაფერი არ არის. და მესამე, ჩემი აზრით ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა ცუდი გაგიკეთოს ადამიანმა, ან რაც არ უნდა ცუდი გაიგო მასზე, აი რაღაცა საშინელებო დატრიალდეს. ხო, ყველა ადამიანში მაინც არის რაღაც კარგიო. შეეცადე ეს კარგი მოძებნეო და ამ კარგის გამო შეიყვარე ადამიანიო და თუ ვერ შეიყვარე, გებრალებოდეს მაინცო, აი გეწოდებოდესო. აი ცუდი ამბავი მოგიყვეს და შენ კიდე თუ კარგი ვერაფერი მოუფიქრე ამ ცუდი ამბავში, ხო გესმის ხოლმე ხან თავს არ დამცამი ამბებს აცხადებენ. ის მაინც შეგვეძლოს რომ ვებრალებოდეს მაინც რომ ეს როგორი ცუდი საქციელი ჩაუდენია. თუნდაც ჩვენს მიმართ. ხო და მე ვუთხარი, ეხლა ანდერძი მეც უნდა დაგიტოვოთ მეთქი, ბავშვებს ვუთხარი. ხო და შემომცქეროდნენ, აბა რა ანდერძი, აი მე რო აღარ ვიქნები ამ სიტყვებს, მე დიდი ძალა ექნება მეთქი და ასეთი ანდერძი დაუტოვეთ სამშობლო მცოდნეობის ბავშვებს, რომ თუ ლექსო მასწავლებელი გიყვართ, დილის ლოცვები და ძილისწინა ლოცვები წაიკითხოს ყველამ მეთქი. აი ესეთი ანდერძი დაუტოვეთ და ეხლა ჩვენი ზუსტად ლოცვის გაკვეთილი გვაქვს და თქვენთვისაც ხმამაღლა ვამბობ ამას, რომ აი ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც ლექსო მასწავლებელი გულთან ახლოს ყავს და უნდა რომ ლექსო მასწავლებლის გაკვეთილები შეასრულოს, დაიმახსოვრეთ ყველაზე მაგარი, აი ყველაზე ძალიან რაც მე გამიხარდება, არის ის, რომ დილის ლოცვებს და ძილისწინა ლოცვებს რომ არ დაგეზაროთ და გულმოდგინეთ. აი თავიდან უნდა აიძულოთ უბრალოდ თქვენი თავი. თავიდან არ გეყვარებათ ეს. თავიდან უნდა აი ძალი სიყვარულით, იმის ხათრით, ამის ხათრით. აი დაიმახსოვროს ეხლა დღეს ძილისწინ, ვისაც გაახსენდება ლექსო მასწავლებლის ანდერძი, წაიკითხოს ჯერ ლოცვები და ისე დაიძინოს ტკბილად. გათენ და ნახე ეხლა რა უნდა გავაკეთოთ. ვიცი რომ დილით სკოლაში მიდიხართ და ადრე დგებით და ფაცი ფუცობთ რომ არ დაგაგვიანდეთ. ამიტომ ნახეთ ლექსო მასწავლებელმა გთხოვათ რომ 15 წუთით ადრე უნდა გაიგოთ. მიხდით, უნდა აიძულო შენი თავი. თუ იღვიძებდი 8 საათზე, უნდა გაიყოდო 8:15 აკლია. თუ იღვიძებდი 8:30-ზე, დააყენე დედიკოს თხოვე 15 წუთით ადრე. რის გამო? ღმერთის სიყვარულის გამო. აბა ქრისტემ თქოს, ხო მე ყველაზე მეტად ეგ გამიხარდება. განა ქრისტეს სჭირდება ჩვენი ლოცვა? ის ღმერთია ბავშვებო, სრულყოფილია. ჩვენ ვილოცებთ თუ არა, ღმერთს არც მოემატება რამე და არც დააკავდება. მაგრამ ჩვენ რო გითხრა რომ მე თქვენ მიყვარხართ, მინდა რომ ჩვენ ერთად ვიყოთ. და აი ეს ერთად ყოფნა გამოიხატება პირველ რიგში იმით, რომ ჩვენ ვისწავლით ლოცვას, ანუ საუბარს ღმერთთან. ვინც მერე გაიწაფება ამ დილის ლოცვებში, ანუ ესაუბრება, იცით მერე რა მოხდება? მერე ღმერთი დაგესაუბრება შენ. და ამ ლოცვას სახარების წაკითხვა ჰქვია. იმიტომ რომ სახარებაში ღმერთის სიტყვაა დაწერილი. აი ჯერ შენ ელაპარაკები და მერე უკვე ღმერთს ისე შეაყვარე თავი, რომ ღმერთიც იწყებს თვითონ დაგელაპარაკოს. მერე მაგასაც გასწავლი. აი შეიძლება რომ ჩვენ როცა მოვიზდებით, მოვძლიერდებით ეთო მასწავლებელო, სამშობლო მცოდნეობის სახარების ჯგუფი შევადგინოთ. და სახარება სალმუნზე კიდე ადვილი წასაკითხია, უფრო მცირე არის სახარება და ღვთის მადლით აი ჩვენ ჩოხოსნებს გვაქვს ასეთი ერთობა სახარებაში, ვერთიანდებით ყველა დღეში ყველას უწევს თითო თავის წაკითხვა. და ეს არის ძალიან მაგარი ერთობა, ასეთი დიდი ერთობა, იმიტომ იქ უკვე ღმერთში ერთობა, იქ უკვე ღმერთი გველაპარაკება. აქ ხო ჩვენ ღმერთს ველაპარაკებით. სხვათა შორის ეთო მასწავლებელო, სალმუნებზე კიდე ამბობენ, დილის ლოცვა ხო ღმერთთან ლაპარაკია და ფსალმუნები ღმერთთან ვედრებაო. აი რომ უკვე ეხვეწები და ემუდარები ღმერთს მთელი გულით და სულით. და სახარება კიდე უფრო აღმატებულია, იმიტომ უკვე ღმერთი გელაპარაკება.
გაიზარდე უკვე, ღმერთმა შეგიყვარა და უკვე დაგიწყო ღმერთმა ლაპარაკი. აი ესეთი ლექსო მასწავლებელმა ძალიან ბევრი რამე მასწავლა. აი ის უფალთან სიახლოვე, ის ლოცვის ძალა. მანამდეც დავდიოდი მე ტაძარში, სანამ ზომის გაკვეთილებზე ჩავერთვებოდით და სანამ ლექსო მასწავლებელს და თამარ მასწავლებელს გავიცნობდით და სანამ სამშობლოს მცოდნეობის ლაშქარს ასე გულში ჩავიხუტებით, მაგრამ არ ვიყავი ასე ახლოს უფალთან, არ ვიცოდი ასეთი ძალა თუ ქონდა ლოცვას. და რა ვიცი, თითქოს ლოცულობდით, მაგრამ როგორც ჩანს ეს ზერელი ლოცვა იყო ხოლმე და ამას არ ისმენდა უფალი და მართლა ძალიან დიდი მადლობა უფალს იმისთვის, რომ ლექსო მასწავლებელი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ თუ გულით მოვეკიდებით აი ამ გასაკვეთებს და ისე გულდასმით მოვისმენთ და თან გონებას დავაყოლებთ ზედ და გონიერებით მიუდგებით, ძალიან ეს ცხოვრების გაკვეთილები არის და ნამდვილად ბევრი რამის სწავლელი და გიყვარს ცოცხალი მაგალითი თამარ მასწავლებელი არაერთი სასწაულებრივი ეს მომხდარა და რამდენჯერ გამოეცალა ადამიანი ასე ვთქვათ გარდაცვალებას ხელიდან და რა ვიცი რა ვთქვა რა დავამატო მადლობა უფალს ყველაფრისთვის და მადლობა შენ თამარ ასეთი გულიდან წამოსული სიტყვებისთვის, იმიტომ რომ მართლა შეეხე, ახლა არ ვიცი სხვებმა რა იგრძნეს, მაგრამ ჩემ გულს მართლა შეეხო შენი სიტყვები და აი გამიჩნდა სურვილი, რომ დაუღალავად ვილოცო ყველასთვის, ვისაც დასჭირდება და უფალს ვთხოვ, რომ ეს შემაძლებინოს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის, აი ეს არის ზუსტად მაგას ვიძახი, რომ აი მადლიერებას ყველაფერი მოაქვს. აი შეიძლება რაღაც ადამიანს უცებ მოხდეს ცხოვრებაში რაიმე ისეთი, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ძალიან კარგი მლოცველიც იყო და ის, მაგრამ ამ დროს კიდევ უფრო დიდი ბრძოლები წამოვიდეს. დღეს შეგვიძლია ლოცვა, მაგრამ ხვალ შეიძლება ვეღარ შევძლოთ, ხო, ასე გულმხურვალი ლოცვა, მაგრამ საკმარისია აი ეს მადლიერება, რაც კი ჩვენ ცხოვრებაში როდისღაც ყოფილა, გაგვახსენდეს აუცილებლად, მერე კიდევ და კიდევ უფრო ახალი და ახალი ძალა წამოვა ჩვენში და აი ეს რომ მაგალითად უბრალოდ იმას ვასრულებდეთ ხომ ლოცვებს და გულიდან არ მოდიოდეს, აი რომ ვლოცულობთ მაგ დროს, აი ზუსტად ყველაფერი უნდა გაგვახსენდეს, ის მივანდოთ ჩვენი, ანუ ლოცვას რას ნიშნავს ლოცვა? უფალთან საუბარს, ხომ? და ზოგჯერ არის რომ ადამიანი ახერხებს, რომ სრულად გადაერთოს ლოცვაში და გარე სამყაროში რა ხდება, აღარ აინტერესებდეს და აი პირდაპირ კავშირი მოახდინოს უფალთან. არის ხოლმე ასეთი წუთებიც, მაგრამ შეიძლება მასეც ვერ მოხდეს, მაგრამ მაინც მადლი აქვს იმ ლოცვას, როცა შენ ლოცულობ. და აი ეს დაიმახსოვრეთ ბავშვებო, რომ ვისთვისაც გინდათ, აი ვიღაც კავთ შეუძლოთ, ან ვინმე გინდათ რომ გაახაროთ. პირველ რიგში დაისახეთ მიზნად, აი ესე თქვენი პატარა გულებით, რომ მოდი ახლა მე მინდა რომ ამ ადამიანს კარგი ვუსურვო, ხო, მიყვარს ეს ადამიანი და მიუძღვნათ ერთი წირვა ლოცვა ამ ადამიანს. თქვენი სიყვარულით. უფალი ხო სიყვარულია და სიყვარულში გვაერთიანებს ასე და რა არის ამ სიყვარულში გაერთიანება, ხო? აი მაგალითად ილიას ბიწაძეს უყვარს ძალიან თავისი კარგი მეგობარი და აი მაგალითად ილია ამჩნევს რომ ის თავისი მეგობარი ძალიან კარგად ვერ იქცევა, რაღაცებში ვერ არის კარგად რა. ილია კი არ წავედა თავის მეგობარებთან, კი არ ისაუბრებს ამაზე, რომ აი ნახეთ ეს ჩემი მეგობარი როგორ იქცევა, რა ცუდად ამას აკეთებს და არა, დაისახავს მიზანს თავის გულში, რომ მოდი მე თუ ეს ადამიანი მიყვარს, უფალთან დავამყარებ კავშირს, ხო? აი მაგას ვიძახით, თუ ღმერთის სიყვარულია, რაში გამოიხატება ეს სიყვარული, ხო? აი ამ კავშირს დავამყარებ უფალთან სიყვარულით და მივალ ღმერთთან დავდგები ლოცვაზე. სულ ამ ადამიანზე ვიფიქრებ და ის რაც მე შევამჩნიე. ანუ არ განვიკითხავ ხმამაღლა, არ ვისაუბრებ ამაზე და ვეტყვი, რომ აი უფალო, შენ ხო უკეთ იცი მას რა სჭირდება, რაც იქნება მისთვის სწორი, თუნდაც მაკურნებელი ან სწორი გზის მაჩვენებელი, ანუ გამოუჩინე ეს ყველაფერი და იმ ადამიანისთვის ვილოცებ. მერე მეორე დღეს კვირას წავალ და დავდგები და გულმხურვალედ კიდე წირვაზე ვიდგები და ვეზიარები მის სახელზე.
აი ასე, თუ ჩემი მეგობრისთვის რაღაც დახმარების გაწევა მინდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა სასწაული მოხდება. აი ის რომ ჩვენ დავდგეთ და ვისაუბროთ აი მეგობარზე, რომ ნახეთ ამას რა საქციელი აქვს მეორე მეგობართან, ამით ვერაფერს ვერ გამოვასწორებთ. პირიქით, ღვთის წინაშე აი იმ გზას ჩავკეტავთ, რასაც ქვია ჩვენი და ღმერთთან ურთიერთობა. აი ის რომ აი უფალს რაც უნდა რომ როგორ შევიცნოთო ღმერთიო, ხო აი ასე უნდა შევიცნოთ, ასე მოვა, ასე შემოვა ჩვენს გულში, ასე წაიკითხავს ჩვენი გულის სურვილებს. იმ სურვილს არ ამოიკითხავს უფალი, პირდაპირ დაიხურება ის გულის კარი, სადაც უფალი უნდა შევიდეს, რომელ გულშიც მეგობრის განკითხვის სურვილი იქნება, ან გაჭორვის ვიღაცასთან ამის თქმის. აი ამ დროს შენ რო ამას მიიღებ გადაწყვეტილებას, რომ მოდი მე სხვებთან კი არ ვისაუბრებ ამაზე, მეგობარს წავალ და ასე დავეხმარები, მაშინ ეს ყველაფერი ზუსტად გადაიქცევა საიდუმლოდ და თქვენ ვერც კი წარმოიდგეთ საიდან და რა გზიდან ასე უფრო დაეხმარებით თქვენს მეგობარს და შეიძლება ისეთი სიტყვები წარმოთქვას, ისე შემოტრიალდეს, რომ აი მერე თქვენ მადლიერების ცრემლებით დაიღვრებით, რომ მიხვდებით, რომ ის რაც გინდოდათ უფალმა შეგისრულათ. ერთხელ გააკეთეთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო და მერე პირადში მომწერეთ, თუ ეს არ განხორციელდეს ისე, როგორც მე გეუბნებოდით. აი გამოცადეთ, მე ბევრჯერ გამომიცდია ასე და თანაც არ არის საჭირო, რომ წინასწარ ყველას აცნობო, რომ მე ამას ვაპირებ ახლა. თქვენ ერთხელ მაინც გააკეთეთ ეს და როგორი საიდუმლო წარმოიშვება თქვენსა და უფალს შორის და აი იქ როგორი სასწაულები დატრიალდება, მერე მიხვდებით. აი ახლა კიდევ ერთი მეგობარი ყავს, რომელიც აი ესე ჩუმად მამა გაბრიელთან მსახურობს და ასე ჩუმად ყველას გვეწევა ხოლმე თავის ლოცვით და ვერც კი წარმოიდგენს ის ადამიანი, მე როგორ ვგრძნობ ხოლმე ამას. აი ისეთ დროს, აი მაგალითად რაღაც მიჭირს, ხო? და ამ დროს მერე გადაილახა ის განსაცდელი. აი უცებ გამეფიქრება, რომ ეს ზუსტად ვიცი, რომ ეხა ოლიკოს ლოცვის ძალით გადავლახეთ, ხო, ზუსტად ვიცი. აი ჩემი გული გრძნობს ამას და მინდა რომ თქვენ წინაშე ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო. აი ასეთი მეგობარი გყავს, ჩვენ ჩუმად მლოცველი, სიყვარულით რო ასრულებს ამ ყველაფერს და რო არ ვავიწყდებით და მამა გაბრიელთან რო ჩვენ სახელებს აი ესე ჩუმად შეაგზავნის ხოლმე და შეიძლება თვითონ გონია რომ ვერ გრძნობთ, მაგრამ მისი ლოცვის ძალას ყოველთვის ვგრძნობ და ეს ადამიანი სულ ჩემს გულში არის. ოლიკო, მგონი აქ ხარ შენ და აბა გამოგვეხმაურე ჩემო საყვარელო ადამიანი. მე რატომ ატირებ ახლა? მოგესალმები. ყველას დიდი სიყვარულით. მართლა გაიგო შემაგულმა რა იყო. მართლა მილოცნია შენთვის ბევრჯერ. მათი შეგეწიოთ და ყველას მამა გაბრიელი შეგეწიოთ. როდესაც დიდი ძალა აქვს. ამტილად. ბავშვებო, რა ვიცი, ლოცვის და ღმერთის გარეშე არ უნდა დავჭეთ ერთ-ერთი წუთი. არ ვიცი, ვეღარ ვამბობ ვერაფერს, დაუმტუნდი სულ. ოლიკოც აი ასე უფალმა გვაპოვნინა ჩვენ აი ამ სამშვიდობების გაკვეთილებით ჩემო საყვარელო ადამიანებო და აი ესე დავმეგობრდით მე ოლიკომ თავისი გულის და სახლის კარი გაგვიღო. ეს ამდენი ბავშვები ბანაკი მოვაწყეთ ოლიკოს სახლში, დიდგორის ბანაკი და ისეთი საღვთო მადლი დატრიალდა იქ მის სახლში, რომ ვერ წარმოიდგენთ. აი სიყვარულის ზეიმი იყო. ეს ადამიანი მთელი გულით იღურებოდა და იხარჯებოდა ამ ბავშვებისთვის. ეს ამდენი ბავშვი რომ მის სახლში დარბოდა, თვითონ ბედნიერი თვალები არასოდეს არ დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე და თვალები, როგორ უხაროდა ეს ყველაფერი და ეს არის ზუსტად უფალში ერთობა. თუ არა უფლის ჩარევა, უფლის განგებულება, ასეთი დიდი სიყვარული ვერ დატრიალდება და აი ეგ არის ზუსტად გულითადი და უფალში ერთობა.
მეგობრობა, ქრისტეს თანასწორ თქვით ერთიანობა და ასეთი მეგობრები უნდა მოძებნოთ თქვენს. თუმცა მე არ ვიძახი იმას, რომ იმ მეგობრებს ხელი უნდა გაუშვათ, რომლებიც უფალთან არ არიან. პირიქით, მათ უფრო სჭირდებათ თქვენი დახმარება, მაგრამ გულითად მეგობრებად ასეთები უნდა გაიხადოთ და მერე ერთად უნდა დაისახოთ მიზანი, რომ სხვა ადამიანებს ასე დაეხმაროთ. ჯერ თქვენ გულში თუ არ შემოვიდა უფალი, თქვენ თუ არ გაიცანით, ხო? მერე იმ ადამიანებს როგორ დაპატიჟებთ, მოდი მე შენ უფალი უნდა გაგაცნო და ამას არ სჭირდება სიტყვებით თქმა. ამას ხო ხა მე გეუბნებით ხმამაღლა, რომ მოდი მე უფალი უნდა გაგაცნო. ამ სიტყვის თქმა კი არ დაგჭირდებათ. ამას შეძლებთ გულის ენით. სათქმელი და სიტყვების მომენტია, რომ აი იმდენი გულები იგზავნება და იმდენად ევეფერებით ერთმანეთს, თუნდაც აი ამ ვირტუალურ სამყაროში, რომ ეს ის მომენტია, როცა გულის სიყვარულით გაგსავსე, ცრემლებიც სიყვარულის ცრემლები გაქვს თვალებზე მომდგარი და მადლობ უფალს იმისათვის, რომ აი ესეთი საოცარი ადამიანების გარემოცვაში გიწევს ყოფნა. ჩემი საჩუქარი ხართ, ჩემი ცხოვრების საჩუქარი. თითოეული თქვენგანი ჩვენ აი ამ სამშობლოს მცოდნეობამ გვაჩუქა ერთმანეთი, მოდი ასე ვთქვათ და რატომ გვაჩუქა? იმისათვის, რომ გვიყვარდეს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, მოვეფეროთ ერთმანეთს და აი ამ დიდი სიყვარულით ესე გავავსოთ გული უფრო მეტი სიყვარულით, მეტი სითბოთი, მეტი თავმდაბლობით და მადლობდეთ უფალს ყოველ დღე იმისათვის, რომ ერთმანეთი გვყავს. მიყვარხართ თამარ დედა და მიყვარხართ ყველანი. მადლობა ნანა მასწავლებელო, აი მე ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ყველამ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და უფალმა გვაპოვნინა ერთმანეთი. რომ ჯერ ერთმანეთს გავუთბოთ გულები და მერე კიდევ ვიზრუნოთ ჩვენს გულში არსებული ეს სითბო და სიყვარული როგორ გადავიტანოთ სხვებშიც და კიდევ რა მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, რომ აი დღევანდელი დღე ისე გავაკეთოთ ახლა, რომ მივუძღვნათ აი ხო არის ხოლმე, რომ ჩვენ გისვავთ ხოლმე შეკითხვებს თქვენ ძირითადად და მინდა რომ აი ვისაც რა გაინტერესებთ ხელისაწევით, რომ შეკითხვები დასვათ და მე ჩვენ ეს ვინც ვართ ყველანი გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე, იმიტომ რომ აი მთელი გულით ვგრძნობ, რომ ეხლა აი აქ ჩვენ შორის უფალია და განაჩვენ გავცემთ ამ კითხვებზე პასუხს. ზუსტად ისეთ პასუხს გვათქმევინებს ღმერთი, რაც ღვთისთვის სათნო არის და აბა გისმენთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რომ გამოჩნდება ეკრანზე ნიშანი ხელისაწევის აი ამ ბავშვებს შეგეკითხებით და მოგესალმებით პირველ რიგში. მოგესალმებით. მამა პაიზე გვიყვება ხოლმე სულ ყოველთვის თითქმის ლექსო მასწავლებელი და ეხლა ტელევიზორში გადის მამა პაიზე ფილმი და შეიძლება რომ ვუყუროთ ფილმს. კი, ძალიან კარგი არის, სერიებად გადის ჩემო ძვირფასებო და რა თქმა უნდა, ეხლა აი რაღაცნაირად სცენივით შემოვიდა, რომ თურქულ სერიალებს უყურებენ დიდებიც, პატარებიც, TikTok-ზე კიდევ აი ესე უაზრო სკროლვით ვართ დაკავებულები, თუმცა კარგიც ბევრი არის ხოლმე. მე მაგალითად არ უყურებ აი ვთქვათ სოციქსელებსაც და ისაც აი ესე ძალიან სკეპტიკურად შეიძლება ცუდიც ვნახოთ იქ და კარგიც ვნახოთ და ზუსტად გავსაჯოთ ჩვენი გონებით რა არის უკეთესი ჩემთვის, ხო? და თან კიდევ მადლობა უფალს, რომ ასეთი სასარგებლო რამ შემოგთავაზეს, გვითარგმნეს თან და შესაძლებელია, რომ აი იმ რაღაცა ფუჭად კი არ დავხარჯოთ დრო, ვუყუროთ აი ამ მამა პაისის სერიებს და თქვენი სულისთვის და გულისთვის სასარგებლო რჩევები მიიღოთ და დაარიგებები. ძალიან კარგი იქნება თუ უყურებთ ბავშვები. მადლობა დიდი. მას ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. გენათ თვალეში. დაყვარ ასე რომ დააფიქსირებს ასეთი ასაკის ბავშვი რომ აფხაზეთიდან ვარო გენაცვალე გულში შენ და სად ხართ ახლა ამჟამად? მას ახლა ვაკეთესში ცხოვრობთ. ხო და აი თქვენი გულების ერთობამ, სიყვარულმა, ლოცვამ, აი ზუსტად მაგას აქვს სამშობლოსთვის ლოცვა ძალიან დიდი ძალა აქვს და თქვენი თაობის იმედი მაქვს, რომ აი ესეთი გულითადი ლოცვით დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და დავბრუნდებით აუცილებლად.
მადლობა თმას. ერთი კითხვა მინდა და იმისი რომ ღმერთმა უკვე რამდენიმეჯერ გადამარჩინა მე სიკვდილისგან. დიახ. ერთხელ ორჯერ ეგეთი მომენტი იყო რომ გარეთ დავდიოდი და ერთმა ბიჭმა ზუსტი საფეთქელში მომარტყა რატომღაც ხელი და რაღაცნაირად გადავრჩი. და არ ვიცი როგორ ახსნა ეს რომ გადავრჩი და რამე ერთევას ხო არ შემომთავაზებთ. როგორ უნდა რა ვიცი ძალიან გაოცებული ვიყავი იმის შემდეგ რომ არ ცუდად რომ არ თქვა ეს გარდავიცვალე. ნახე ჩემო საყვარელო. როგორი რაღაც არის. ტყუილად ხომ არაფერი არ ხდება. რა არის ხო ერთი ადამიანის გარდაცვალება და გაყვანა უფალმა რომ გაიყვანოს, ხო? მან უკეთ არის ის, აი წეღან მაგას ყვებოდი ზუსტად, რომ გარდავიცვლებოდი არაფერი, ხო? ყოველდღურად რამდენი ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ ამ ყველაფერმა რაღაც ერთი უნდა გვასწავლოს. მეორედ ცხოვრების შანსს და შესაძლებლობას უფალი იმისთვის გვაძლევს, რომ ძალიან კარგად შევიცნოთ ჩვენი მისია ამ ქვეყანაზე. ყველა ადამიანს აქვს, აი, როგორც კი იბადება ადამიანი, ყველას თავისი მისია აქვს, რომ აი, როგორ უნდა ემსახუროს თავის სამშობლოს, ანუ ქართულ იდეას. ქართულ იდეა რა არის? ღმერთი, სამშობლო და ადამიანი ერთიანდება. აი ამ ყველაფრის სიყვარული პირველ რიგში უფლის, მერე სამშობლოსი და ადამიანების სიყვარული. თუ ეს არა გაქვს და ქართულ იდეას არ ამსახურებს შენს ცხოვრებას, მაშინ მიზანიც არა გაქვს ცხოვრებაში და ახლა შენ ისეთი მაგარი ბიჭი ხარ, თან ისე დაიწყე რომ აფხაზეთიდან ვარ, რომ ზუსტად აი ამისთვის გამოიყენე, თან რჩევას მომცემო და აი ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ რა რჩევა უნდა მისცე ამაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი რჩევა არ იქნება. აი ვთქვათ, უფალმა ასე ვთქვი მე, სანამ თქვენამდე მოვიდოდი ახლა და სანამ ჩაერთვებოდა ტელეფონს, რომ უფალმა მათქმევინოს ის, რაც არის ღვთისსათნო, ჩემი აზრი არა და თუ ეს 100 არის და მე ამის მწამს, რომ უფალს რომ ვლოცულობ ამას, რომ ესე მოხდეს, მაშინ უფალს ასე უნდა, რომ შენ გაიზარდო ღირსეული ქართველი, მსახურებდე ქართულ იდეას, ჩემო საყვარელო და აი გულით ილოცო შენი სამშობლოსთვის და არასოდეს არ გამოტოვო დილის ლოცვები, საღამოს ლოცვები, თუ როდისღაც მოხდა ისე, რომ გამოტოვე პატარა ლოცვა მაინც წაიკითხე და არასოდეს არ დაგავიწყდეს ის, საიდან არის შენი ფესვები და სულ ილოცე იმაზე, რომ ღმერთო მომეცი იმის ძალა და ისწავლე ძალიან კარგად რომ გამოადგეს შენ სამშობლოს და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, აი ლოცვით, შენი შემართებით, ქართული იდეის მსახურებით, რომ შენ იყო ის ადამიანი, რომელიც შეგვიყვანს აფხაზეთში და მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში. და ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ ჩვენი სამშობლოს ცოდნეობის ლაშქრის წევრი ამას გააკეთებს. ჩემი შვილებიც, ანუ ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის და აი ეგ მაქვს მეც, რომ აუცილებლად მინდა რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს და რამდენი წლის ხარ ჩემო საყვარელო? 10. ხო, 10 წლის ხარ, ჩემი ბიჭი არის 13 წლის და აი ესე თქვენ ერთობით, აი მეგობრობით, ქართული იდეის მსახურობით უნდა დაიბრუნოთ აფხაზეთი და აი ეგ არ დაგავიწყდეს. კარგად რო ისწავლი, გამოადგები სამშობლოს ლოცვას არ შეწყვეტავ, წირვა ლოცვაზე იდგები, ღმერთი აუცილებლად შენს თავს გაპოვნინებს, როგორ შეიძლება რომ შეძლო ეს საქმე და გააკეთო და განახორციელო. მადლობა დიდი მას რჩევისთვის. მადლობა უფალს რომ გადაგარჩინა და ეხლა კიდევ ვიცი რომ შენ ისეთი ბიჭი ხარ რომ ყოველღამე რო დაწყები იმ შენ მისიას იპოვი და შენი ფიქრებით და გონებით გამოიცნობ როგორ შეიძლება რომ ემსახურო შენ სამშობლოს. კარგით მას, მადლობა დიდი. როცა ყველას ცრემლი ქონდა თვალებს ეს აი ხო იმდენი ცრემლი დაიღვარა ვერ წარმოიდგენთ ისეთი საოცარი პრეზენტაციები წარმოადგენეს ბავშვებმა რომ იმ კადრებს, იმ ლექსებს, იმ თითოეულ სიტყვას რომლითაც ეფერებოდნენ ეს ბავშვები ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს ცრემლის გარეშე მოგესმინა და იმ ბავშვების ის წმინდა ცრემლი იყო როცა საუბრობდნენ აფხაზეთზე და როცა საუბრობდნენ სამაჩაბლოზე და
აი უბრალოდ კი არ საუბრობდნენ, ცრემლებით საუბრობდნენ და შინაგან არ გრძნობდნენ იმ დიდ ტკივილს, როგორი ტკივილითაც დღეს საქართველოს ტკივა ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და იქაც თქვი და ისევ გავიმეორებ, რომ ეს ის თაობა, რომლებიც აუცილებლად დაიბრუნებენ ამ დაკარგულ ტერიტორიებს. დავით მინდა შევეხმიანო გამსახურდიას. აი დავით, ალბათ სწორედ ეს იყო შენი ცხოვრების მისია. რა კარგად გითხრა თამარ დედამ, რომ აი სწორედ ალბათ ჩვენ ვიამაყებთ, რომ აი დავითმა აფხაზეთი დაიბრუნა, რომ თქვენმა მეგობრებთან ერთად და თანატოლებთან ერთად. იქ წერალი იყო იქ საოცარი სოსო პირველი აფხაზეთიდან. ჩვენ შევხვედრივართ ერთად თამარ დედა და ჩემი მასწავლებელი იყო და მეგობარია ჩვენ. და აი ბატონმა სოსომ ბრძანა, რომ მე არ მინდა რომ მომავალ თაობას დაუტოვო ის დიდი ვალი, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ქვია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენმა თაობამ, რომ ეს შევძლოთ. მაგრამ რთულია, იცით, ალბათ მაინც ამ მომავალ თაობას დარჩება ჩვენგან ეს დიდი ვალი და აბა თქვენ იცით ბავშვებო, დიახ, აფხაზეთი საქართველოა და სამაჩაბლოდ საქართველოა. ის გულის ფიცარზე აწერიათ ამ ბავშვებს და აუცილებლად დაიბრუნებენ. ნანა მასწავლებელი ლევანდელი თემა არის უფლისშეცნობა, როგორ შევიცნოთ უფალი და თან კიდევ ლოცვის ძალა და არსი და აი სამშობლოს როგორც ლოცვა. ლოცვა არის ერთადერთი, რაც ერთიანობაში მოგვიყვანს, სიყვარულში მოგვიყვანს და სიყვარულით კიდე უფალს დაუკავშირდებით და უფალთან ერთობაც და შეცნობა ზუსტად ეგ იქნება. ეგ უნდა უფალს, რომ აი ასე მთელი გულით გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ვლოცულობდეთ მისთვის, არ მივატოვოთ, კვართის ცველები ვიყოთ, როგორც ლექსა მასწავლებელი გვეუბნება და თუ ეს შეგრძნება გვექნება, არ შევწყოთ ლოცვას, რომ ეს ყველაფერი გქონდეს და ჩვენი გულიდან არ გაიფანტოს და გონებიდან და აბა სოფოს უნდოდა მე მგონი ბარბარეს და სოფოს სიტყვის თქმა კოციდან. მას მე ახლა რა შემიძლია ვთქვა ამ კონცერტზე, რომ ძალიან კარგი გრძნობა იყო, ლექს რომ ყვებოდი და აი ისეთი ემოციური იყო, რომ ყველა გვესწრებოდა და მე მჯერა რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს. აი რითი თქოს მინდა ეს არის ისეთი კარგი დღე იყო და დასამახსოვრებელი დღე რომ მასწავლებლებიც და ადამიანები აი ვერ იკავებდნენ ცრემლებს და ეს ჩვენი მიზანი ეს დავისახეთ რომ აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ და აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა. მე მჯერა რომ ამას ლოცვის და ღმერთის ვედრებით დავიბრუნებთ. მე მინდა ვთქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა და აუცილებლად დავუბრუნებთ აფხაზეთს და კიდევ მინდა ვთქვა, რომ მე არ მყავს დაიკო და ყოველ დილით მე ვლოცულობ და ღმერთს შევთხოვ, რომ დაიყო მყავდეს. ვაიმე საყვარელი. ხო და ღმერთი შეგისრულებს თხოვნას და შეიძლება ვთქვათ ბიოლოგიური დაიკო ვერ ყავდეს, მაგრამ ძალიან ბევრი შეგიძლია რომ დაიმეგობრო კიდევ და ესე როგორც და ისე შეიყვარო. თუმცა ეგეც ევედრე უფალს და აუცილებლად შენს თხოვნა შეისმეს. შენ გიყვარდეს ყველა, აი ასეთი ცნება დაგვიდო უფალმა, შენ გიყვარდეს ყველა მიუხედავად ყველაფრისა, როგორიც არის და რანაირიც არის. ამიტომ არ გვინდა განკითხვა, აწხის საქციელების განკითხვა არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ იმდენი ცუდი საქციელები გვაქვს ადამიანებს, ხო, თუ დავუკვირდებით, რომ აი ამაში დროს როგორ ვხარჯავთ, ვიტყვით, რომ სხვის საქციელზე როგორ ვხარჯავთ, აი როგორც კი შენ თავს დაუკვირდები, მიხვდები, რომ იმდენი გაქვს გამოსასწავლებელი, იმდენი გაქვს სასწავლი, რომ დრო აღარ დაგრჩება იმისთვის, რომ სხვის საქციელებს დაუკვირდე. ამიტომ ეხლა აქ არ განვიხილო და აქ ვსაუბრობთ სიყვარულზე, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორ ვილოცოთ, აი გულში როგორ შემოვიდეს სითბო ლოცვის ძალით და როგორ შევიცნოთ უფალი და უფალს მაგ შემთხვევაში შევიცნობთ, თუ არ დავიწყებთ სხვისი საქციელის გასჯას. მხოლოდ და მხოლოდ ვილოცებთ სიყვარულით. გოგა შენშიც აი მოგეფერებით დიდი სიყვარულით და აი ყოველი თქვენი სიტყვა არის
ძალიან დიდი სიყვარულის გამომხატველი და ჩვენს გულებში აღძრავს დიდ სიყვარულს, დიდ სითბოს, ბედნიერებას, რომ მართლაც აი შეკრებილი ვართ ამ გვერდზე ერთად ამდენი სხვადასხვა კუთხის შვილები, ხო? და ვსაუბრობთ ღმერთზე და ეს ძალიან დიდი ბედნიერება არის ჩემთვის განსაკუთრებულად და რომ გისმენთ აი დიდ ბედნიერებას განვიცდი. რა ვიცი, ძალიან გვიყვარხართ. აი ერთი შეხვედრაც მინდა მოგეფეროთ სულ ყველას ხალბატონ ნანამასწავლებელს, ეკას, დიდი შევხვდით ჩვენს მასპინძელ ოლიკოს და მართლაც ისეთი სითბო, ისეთი სიყვარული დარჩა ჩვენ შორის, რომ აი არ ვიცი რა, არასდროს არ დაგვავიწყდება მთელ ჯგუფს, მთელ 20 კაცს, რომელიც რომ გვიმასპინძლა და დიდი სიყვარულით გამოგვაცილა შემდეგ. და ხართ ადამიანები, რომლებიც მართლაც თანამასწავლებელო ბედნიერი ვარ, როგორ შეიძლება ადამიანს განსაცდელები მოერიოს, როცა ყოველ წუთს ასეთი სიხარულიანი წამები და წუთები გელოდება და მადლიერებით რო ივსება გული და აი ეს მადლიერებაა ზუსტად, რომ მე მიდიხარ უფალთან, აი ესე დგები ხატებთან და უფალს მადლობას წირავ, რომ განა მე ერთმა უბადრუკმა ადამიანმა რა დავიმსახური, ასეთი რომ ამ ხელას აღთო სიყვარულში და ერთობაში მაღებინებ მონაწილეობას უფალო და ზუსტად ეს არის, რომ მე გინდა და გინდა რომ ილოცო ღვთის წინაშე და დაუსრულებლად ხდება ეს ურთიერთობა უფალთან. ზუსტად ეს არის. აი ხლა თქვენ ვინმესთან მიხვალთ ბავშვებო ასე რომ არ იცნობთ ადამიანს და მიხვალთ და დაელაპარაკებით, აი ასე გულს გადაუშლით. ამიტომ არის რომ თუ თქვენ მადლი აი ლოცვის ძალად არსი მდგომარეობს რაში, თუ ჩვენ მადლიერება არა გვაქვს გულში, ლოცვასაც ვერ შევძლებთ. თუ გულში იქნება მადლიერება, მადლიერების ძალით წამოგვივა ცრემლები, სიყვარულით ავივსებით და მოგვინდება რომ ღმერთს ვესაუბროთ, მადლობა უთხრათ. აი აქედან დაიწყოს ჩვენი ლოცვა და არა თხოვნებით. მე რა თქმა უნდა შემოიფარგლება იმ თხოვნით და რაღაც და მე ხლა ამ წუთას სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი თხოვნები უფალთან აღარ მაქვს, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე რომ ჩემი თავი სრულიად მივანდო უფალს და უფალმა უკეთ იცის ჩემთვის რა არის საჭირო. კურნება მჭირდება თუ რა მჭირდება თუ რაღაც უფალმა იცის. მე უბრალოდ მადლიერი ვარ იმის, რასაც მაძლევს ღმერთი და ზუსტად ვიცი რომ იმასაც მომცემს, რაც არა მაქვს. ზუსტად იმას, რაც მე მჭირდება და ეს იცის უფალმა. თორე მას ეხლა ჩემი გონებით და გულით რასაც გამსჯირო, ეს მინდა და ეს მინდა, შეიძლება სულაც არ იყოს სწორი. სულაც არ იყოს საღვთო. ამიტომ დაიყოს უფლისნება. უფალმა იცის მე რა გამომიგზავნოს და რა იქნება ჩემი გულისთვის და სულისთვის სწორი და დანარჩენი კიდე თუ ვინმესთვის ვილოცებ, სამშობლოსთვის ვილოცებ, შვილებისთვის ვილოცებ, როგორც დედა დედის ლოცვას არ შევწყვეტ. იმაზეც უფალმა იცის ზუსტად რა ჯობია ჩემი შვილებისთვის, რა უკეთესი იქნება, როგორ წარმართოს მათი ცხოვრება. ჩემი სამშობლოსთვის თუ გულით ვილოცებ, ზუსტად ვიცი რომ უფლის წყალობა წამოვა და აი ასე რომ ყოველდღე მომცეს ძალა. ერთადერთი თხოვნა მაქვს ხოლმე ეხა რომ თმენაში გამაძლიეროს. ერთხელ ამასაც გეტყვით, ჩემი გაოცება გამოიწვია ერთმა რაღაცამ. ვიყავით წასულები მამა ნაუმთან და იქ ერთი ქალბატონი იყო და სანამ მე მივიდოდი და მამა ნაუმს გავესაუბრებოდი, ეს ქალბატონი მივიდა ჩემამდე და მე და ლექსომასწავლებელი ვიყავით ერთად და ეუბნება რომ არაფერი არ მინდაო, არც ჯანმრთელობისთვის არ გევედრებიო, არც არაფრისთვისო, ერთადერთი რაღაც მინდაო, რომ თმენაში გამაძლიერო. აი მე დავფიქრდი, წამოვედი და დღემდე სულ ეგ სიტყვებმა, კაი, წარმოიდგინე რომ ადამიანი ეუბნებოდა რომ მამაო ღმერთ შეევედრეო, რომ თმენაში გამაძლიეროსო და ანუ რასაც უფალი მოგვივლენს ჩვენთვის უკეთესია. ის განსაცდელი იქნება თუ რაც იქნება. და ღმერთმა უკეთ იცის ჩვენი სულისთვის რა უკეთესი არის და უბრალოდ ერთი რომ ძალიან ძნელია ხოლმე ამ განსაცდელებს გაუმკლავდეს ადამიანი და
გაგვაძლიეროს თმენაში უფალმა. და მერე კიდე წამოვა წყალობა და სიყვარული და ეს სულ მეგობრულ ერთობაში ვიქნებით უფლისმიერ ერთობაში და ეხლა წარმოიდგინეთ როგორი სავსეა ჩვენი გულები რომ ერთმანეთს რო შევხვდებით კიდე განშორება აღარ გვინდა ხოლმე. აბა წმიდა სპირიდონი დაიბადა მესამე საუკუნეში კუნძულ კვიპროსზე, ტრიმიფუნტის ოლქის სოფელ ასკიაში. სასულიერო წიგნების კვლევამ და გულწრფელმა ღმრთის მოსაობამ წმიდანი ცოდნასა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განამტკიცა. წმიდა სპირიდონი ეპისკოპოსად დაადგინეს და პირველ მსოფლიო კრებაზე მიიწვიეს. იმისათვის, რომ წმიდა სპირიდონს დაეცვა და თვალსაჩინოდ ეჩვენებინა წმიდა სამების შესახებ სწორი სწავლება, აგური აიღო და ხელი მაგრად მოუჭირა. რის შედეგადაც ხელს ზემოთ ცეცხლის ალი ავარდა, ქვემოთ წყალი ჩამოიღვარა, ხოლო მის კურთხეულ ხელში კი თიხა დარჩა. წმიდა სპირიდონმა განმარტა, რომ როგორც აგურში თანამყოფობენ ცეცხლი, წყალი და თიხა, ასევე თანამყოფობენ წმინდა სამებაში მამა, ძე და სულიწმიდა. პირველი მსოფლიო კრების დასრულების შემდეგ წმიდა სპირიდონის ერთადერთი ქალიშვილი ირინე გარდაიცვალა. მან მწუხარება ქრისტიანულად მიიღო და გადაიტანა. ერთხელ მეუფესთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მისი ქალიშვილისათვის შესანახად ძვირფასის სამკაული მიებარებინა. წმიდანმა ბევრი ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო და ბოლოს ირინეს საფლავზე წავიდა. ქალიშვილს სახელით მიმართა და ჰკითხა, თუ სად ჰქონდა შენახული მიბარებული სამკაული და ირინემაც აუხსნა სამალავის ადგილმდებარეობა. წმიდა სპირიდონი დაემშვიდობა მას და საყოველთაო აღდგომამდე განსვენება უსურვა. ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უკადდა. წმიდა სპირიდონმა წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო შიმშილობა ჩამოვარდა. იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა. მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა, ნუტირი, სახლში წადი. სულიწმიდა მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა. ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა დახმარებოდნენ. ერთხელ ვაჭართან ერთი მიწადმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწადმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას წმიდა სპირიდონმა მთელი ზოდი ოქრო გადასცა და უთხრა, წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო როცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო.
როდესაც მიწადმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო. წავიდეთ ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოცა. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა. ზოდი შეინძრა და გველად იქცა. ერთხელ წმიდა სპირიდონი გაჭირვებულის დასახმარებლად მიიჩქაროდა. გზად ერთი ადიდებული მდინარე უნდა გადაელახა. წმიდანმა ილოცა. შემდეგ მდინარეს შეჩერება უბრძანა. წყლის დონე მაშინვე სასწაულებრივად დაიკლო და ყველა იქ მყოფმა ფეხით გადალახა მდინარე. ადგილობრივი მმართველი ამ სასწაულმა ისე განაცვიფრა, რომ უსამართლოდ დატყვევებული მაშინვე გაათავისუფლა. ერთხელ წმიდა სპირიდონი ცარიელ ტაძარში შევიდა. სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღმრთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა შვიდობა ყოველთა, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ და სულისაცა შენისათანა. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფნი. როდესაც ისინი ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა. ერთხელ ღამით საქონლის ბაგაში ქურდები შეიპარნენ. ღმერთმა იზრუნა თავის სამწყსოზე. ქურდები ზეციური ძალის მიერ უხილავი თოკებით შეიკრნენ. გამთენიისას წმიდანიც დაბრუნდა და ბაგაში შევიდა. იქ კი მაგრად გაკოჭილი ქურდები ნახა. სანამ გაუშვებდა, შვიდად დაარიგა. მთელი ღამის უძილობით დატანჯულებს საჩუქრები დაურიგა და მამობრივი სიყვარულით გაისტუმრა. სანამ ანტიოქიას დატოვებდა, წმიდანმა ერთ ქალს გარდაცვლილი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. როცა ცოცხალი შვილი იხილა, უსაზღრო სიხარულისაგან დედაც გარდაიცვალა. ქალის მეზობლებმა წმიდანს ვედრება დაუწყეს, რათა მას დედაც აღედგინა. წმიდანმა მუხლმოდრეკილმა მხურვალედ ილოცა და გარდაცვლილი ქალიც გაცოცხლდა. მკვდრეთით აღმდგარი დედაშვილი ადიდებდა ღმერთს და მადლობდა წმიდა სპირიდონს. ერთხელ, როდესაც წმიდანი სხვებთან ერთად მინდორში მუშაობდა, უეცრად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. წვიმის წვეთები მხოლოდ წმიდა სპირიდონს ეცემოდა თავზე და ასველებდა. წმიდანის თმა მოულოდნელად სამფერად, თეთრად, შავად და ოქროსფრად შეფერადდა. გარშემო მყოფები გაოცდნენ, მაგრამ წმიდანმა აუხსნა. მეგობრებო, გაუწყებთ, რომ მალე ჩემი სული სხეულს დატოვებს. ღმერთი ჩემი გარდაცვალების დღეს განადიდებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ დღეს ზეიმით აღნიშნავენ. წმიდა სპირიდონი აღესრულა ქრისტეს შობიდან 350 წელს. იგი დაკრძალეს ქალაქ ტრიმიფუნტის მოციქულთა სახელობის ტაძარში. პირველ საკრებასა შინა გამოსჩნდი შენ ბრძოლად ძლიერად. საკვირველთ მოქმედო,
ღმერთ შემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო მკვდარს აღკითხევდ რა მეყსეულად ხმა გიყო შენ რამე თუ გველი ოქროდ შესცვალე და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანა შემწეთ და თანამწირველად შენ ყოვლად სამღვდელო დიდებაი რომელმან გადიდა შენ დიდებაი რომელმან გვირგვინოსან გყო შენ დიდებაი რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა